საოცნებო არის ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ფორმატში და ჩვენ ვერ გოწილად გასახურებელი ბოლო თამაში სწორედ ახალ ზელანდიასთან და აი გუნდები გამოდიან უკვე მოედანზე და სულ მალე დაიწყება ეს შეხვედრა. საუკეთესო მსაჯის არის ამ წუთას მსოფლიოში და ის იქნება დღევანდელი შეხვედრის თავარი არბიტრი. დაიწყო შეხვედრა, შეიყვანეს ზელანდიელებმა ბურთი თამაშში და სანამ რამე ისეთი საინტერესო მოხდება მანამდე საუკეთესო ახალგაზრდა წლევანდელი ახალი ზელანდიის 7 კაცასი და დღეს თამაშობს ჩვენთან გარემარბად პირველი დარტყმა მივიღეთ ეს ბოჭვა, თუმცა ვერ შეასრულა მახარაძემ კომბინაცია ცრუმოლი, ველოდებოდით ბიცკს და გვიანა გადასვლა. კი ბატონო, მათე მახარაძე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არის, 2 ყავს 18 წლის. არიდან დავიწყეთ ეს შეტევა და 5 მეტრიანამდე მივედით, აქ გავათამაშეთ ბურთი და განვახორციელეთ პირველი ბიძალება ფორვარდებით. შიოშვილი რასაცველი ისგან გაისროლა ერთი ბოჭავი ძელებს შუა დაამიწა ბურთი და განმეორებით ვადევნებთ ახალ თვალს. შიოშვილი შემდეგ შემორბენზე წამოვიდა, წავიდა ერთი ბოჭავი ქვევით, მეორე ზევით აი არამიას გადაცდა, მაგრამ შიოშვილამდე მაინც მივიდა ბურთი. შევინარჩუნეთ გაჭირვებით. ხაზე გავშალეთ სალდაძე, შეგვიძლია კიდე უფრო გამწვავება, კარგია ზვიადაძე ფეხით თამაშობს და თამაშობს ისე რომ კიდეზე გადადის, მანძილი მოვიგეთ, საკმაოდ დიდი მანძილი დავფარეთ ხელით, ასე ისევ შანსი დიდი იყო ამისი რომ ჯარიმას. ან ჯარიმა. პირველ რიგში ხო აიბა და რასაც ვუფრთხით ხო რომ აქ კიდევ ერთხელ გაიჭრა ხაზი ბრწყინვალედ. ამოგდება რა ლამაზი იყო ლეონიდეს სალდაძე გაგრძელებას ეძებს გარეთ. ბრწყინვალე ეპიზოდი ჩვენი ნაკრების შესრულებით. კიდევ ერთი ლამაზი პასი შევინარჩუნეთ. ზვიადაძე იყო სალდაძესთან ერთად და იქამდე ვერ დავინახე ხაზი ვინ გაჭრა. რა მაგარი შეტევები მოგვაქვს ჩვენი 22-დან. გარეთ ამ ხარეს ბარბაკაძე დადგა ფეხზე კიდევ უფრო წინ წაიღო, მაგრამ ბურთზე არ უნდა ჩავუშვათ. ახლა ჩავარდნილიც იყო ზელანდიელი მეტი სისწრაფე რაკში და კიდევ უფრო გამწოვდება რა ლამაზია ეს ეპიზოდიც. გაჭრა ჩხორთოლია ხაზი და არის მიყოლაც, ქონდა წინსვლა. ტექნიკური არსენალი. ოუ, რა ბოჭვა შეასრულეს. დერეფანში ზელანდიისაა ბურთი. მოიგეს სუფთად და გაიტანეს სწრაფადვე ხაზში. ცენტრალურ ზონაში როგორც ესე სუფთად რანაირად გავაჭრევინეთ ხაზით, რომ მოძრაობებით გრძელდება, მაღალი ბოჭვა არ უნდა გაგვეპაროს. ერთი ამას თქვით გაიარეს ნახევარი მოედანი ახალ ზელანდიელებმა. კიდევ ერთი ლამაზი გადაცემა, შიგნით შემოbrunება. ძალიან ლამაზი რაგბი ითამაშეს, კარგად იბურთავეს ზელანდიელებმა, თუმცა საბოლოოდ დაკარგეს ბურთზე კონტროლი ნიკა ხაოვაში ბურთი, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ცოტა დაგვიანდა ბურთის გადაცემის გაკეთება. მან აგვრია, გაიჭრა ხაზი, მაგრამ სისწრაფეზე ვერავინ შეძლო უკვე ზელანდიელი მორაგვის დაწევა. წინ გადის სახა აი განმეორებით ეს ეპიზოდი. აი ამ გადაცემის შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ბურთის დამორჩილება და მერე უკვე კონჩეტევაზე ბოჭვაც ვეღარ შევასრულეთ, 2 ბოჭვა გაფუჭდა. მეორე ტაიმში უკეთესად გამოვიყურებით შერკინებაში. კი, ვიმძლავრეთ. რადაც მივაწექით, გამოვიდა ბურთი უპირატესობის ქვეშ. ვიქნებით, შევიდა ბარბაკაძესაც კარგად ვიყენებთ მის ფინლანდიასთან გამარჯვების შანსი გაქვს. სხვანაირად გული ალბათ არ გაგიშვებს, ხო? გასტაბილურდა და აი აქ კიდევ ერთხელ მივაწექით, შიოშვილი ლამაზია მოგდება! ბრწყინვალე ეპიზოდი. ბატონო, ტაბატაძე ლელოს ავტორი. თუმცა იქამდე რა გადაცემა გააკეთა დავით ციკლაურმა. ზელანდიური გადაცემა ახალ ზელანდიასთან. ბატონო. შიოშვილის ბიძალება, ციკლაურის სპენსერის პასი და ნახეთ განმეორებით ერთად დაუთქვეთ შიოშვილმა. დააბა თავისი მორაგბე და ციკლაურმა კი ორივემ ძალიან დიდი სამუშაო გასწია. მოვლით ცდილობს ახლა ზელანდია ფონს გასვლას, კარგი ბიძგი მოგწეს, წინაც მიიწევს. როგორც ჩანს, თეთრი მოთამაშესგან წავიდა მიწაზე ეს მოვლი. ახლოს ცენტრალურ ზონასთან აკეთებენ პნეუმატურ დარტყმებს ზელანდიელები. წინსვლა აქვთ კარგი, ამჯერადაც გაგვიფუჭდა ბოჭვა, უკან ვიხევთ.
ხო, ეხლა ძალიან საფრთხე შეტევა აქვს ზელანდიას. იყვანა ზვიადაძე და აქ ფაქტობრივად გარდაუვალი იყო ლელო, უპირატესობა ჰქონდათ რაოდენობაში ზელანდიელებს და ეს კი უკანა ზონაში გათამაშებული ბურთი ზვიადაძეს იქ შანსი ნაკლებად არა, კი. მღლეტავმა მარჯვნივ გაშალეს. ის წაღება კარგი იყო, ამოვაცალეთ და მე რამდენად ვაკეთებთ ამას რაკებში ვაწუხებთ. ზელანდიას ძოძუაშვილი რა კარგად თამაშობს, თავადვე მიხვა ამ ბურთს. და აი ამ წნეხმა შექმნა ზუსტად ის, რომ შანსი მივიღეთ მეტოქის 22-ის შუა ზონაში, შუა წერტილში. ამასაკში რამდენიმე დიდი გამარჯვება გვაქვს. იქ არგენტინა ყავს დამარცხებული, ირლანდია ყავს დამარცხებული, მაგრამ ზელანდიისთვის არასოდეს მოხდა. მაშინ სხვა სამწუხარო შტაბი იყო, რომელმაც უდიდესი დანატოვარი შეუქმნა ამ სამწუხარო შტაბს და რაზეც დაშენდა უკვე ეს ნაკრები. ვაწვევით 2016 წელს ავედით ამ უმაღლეს დონეზე და იმის შემდეგ რეგულარულად თამაშობთ ამ მოწინავე ერთადერთი მეორე რანგის გუნდი ვართ, უპირატესობის ქვეშ თამაშობთ, უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი. მოიპარა! გარსია გახდა გუნდის კაპიტანი ლელოს ავტორი. ალბათ ექნება რაღაც სიურპრიზები შენახული ოფიციალური თამაშებისთვისაც. ლელო განმეორე და უმნიშვნელოვანესი არის აი ამ ტურნირში ესე რეგულარულად რომ მონაწილეობთ. ადრეული ასაკი და ხა ზელანდიასთან რო ესე გაქვს თამაშები უფროსობაში უკვე ჯარიმის უპირატესობა გამოვიმუშავეთ. აღარ გაათამაშა ციკლაურმა სწრაფად. იმდენჯერ დაჯარიმდნენ ამ კომპონენტში რომ უკვე საჭმა თამაში მახსოვს მაშინ. მაგრამ ბოლოში მაინც დიდი სხვაობით წავაგეთ ის შეხედვა. ჩამოყალიბდა მოლი, წინ მივიწევთ, შემოეშალათ დაცვის მოლი ზელანდიელებს, აქაც თუ უპირატესობა გამოვიმუშავეთ, ეს იქნება შესანიშნავი. არის უპირატესობა და არის გაზრდილი შანსი ამ შეხვედრის კიდე უფრო უკეთესად წარსამართად. ციკლაური გაიტანა, მალევე არ უნდა დაუკარგოთ აქ დემეტრე დევდარიანი, წამოდგა, გაჭრა ხაზი, ამოგდება, ფეხი მიარტყა. სულ ყოფილად ვეღარ აღმოიფხვრა. მოვიგეთ ბურთი, ბარამიამ მოახერხა. და ისევ კარგი ბიძგი მოუნაწვლეთ. ღერძი ვაწვევით. აქ მე მგონი თამაშგარიდან არის. აი დაველოდოთ, მაინც ნიკას ხელს გამოიშვირა და არის უპირატესობა. მოწყდა ჩვენი კვაჭი, არის! ბრავო, ირაკლი ყოლდაიანოს ავტორი საქართველოს ზელანდიას ამარცხებს რუსთავში. დრო ფაქტობრივად აღარ არის, არ ვიცი წამები თუ არის დარჩენილი, მაგრამ წინ გარდასახვა შესასრულებელი. უდიდესი დღე სარაგბო ინფორმაციის ნაკრები რო ავიღოთ, აქამდე ჩვენ ზელანდია არასოდეს საბავ დრო დამთავრებულიაო, აგერ ნიკაბას თქვა და უკვე თამამაჩები. ესეც გამარჯვება. გარდასახვა არაზუსტი იყო და საბოლოოდ ეს არაფერსთვის 22-19 საქართველოს ნაკრები არის გამარჯვებული ახალ ზელანდიასთან და იდეალურ განწყობაზე და ხასიათზე ხდება 20-დან ჩემპიონი. სახალხო იყო ანდრია ყოლბაია ბოლო ლელოს ავტორი. არა აქ მაგასაც გადავწყვეტი მნიშვნელობა, აგერ ხედავთ როგორი გახარებულები არიან ჩვენი მორაგბეების და ჩვენი ამ სამწნელო შტაბმა ამ